მოგესალმებით. თქვენ უსმენთ ლელიანის სათემო რადიოს. მე ვარ ნინო რევაზიშვილი, სოფელ ელიანიდან და ვიქნები დღევანდელი გადაცემის წამყვანი. შეგახსენებთ, რომ გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან DVV International-თან ერთად ვახორციელებთ პროექტს სახელწოდებით მისი ხმა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. DVV International-ს პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო Z, რომელიც პარალელურ რეჟიმში ქართულ სათემო რადიოებს გაუწევს კონსულტირებას. სათემო რადიოების მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათი ხმის გააჟღერებას და გააქტიურებას. რადიოებს ექნება საგანმანათლებლო დანიშნულება და რადიო გადაცემების მსმენელებს მიაწვის ინფორმაციას ქალთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და მიღწევებზე, ზრდასრულ ასაკში გადადგმულ ნაბიჯებზე, რამაც ისინი გადაარჩინა, ახალ პროფესიებზე, რომელიც ზრდასრულობაში შეიძინეს და რომლის საშუალებითაც შეცვალეს მათი და სხვა ადამიანების ცხოვრება. დღეს ჩვენი სტუმარია მარიამ მერაბიშვილი, მარკეტინგის და ბრენდის სტრატეგი. მაქვს იმედი, რომ გამოგვივა საინტერესო გადაცემა. გვესაუბრე შენი კარიერული განვითარების შესახებ. გამარჯობა, პირველ რიგში მიხარია, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ და სიამოვნებით მოგიყვებით ჩემი გამოცდილების შესახებაც. ჩემი კარიერა დაიწყო დაახლოებით 13 წლის წინ. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც მინდოდა, რომ ისეთი შემოსავლის წყარო მეპოვა, რომელიც სწავლაში ხელს არ შემიშლიდა, ამიტომ გამოვიყენე ჩემი ჰობი და გავხდი გრაფიკული დიზაინერი. თუმცა მაშინ არ იყო ამდენი ინფორმაცია და არც ამდენი შესაძლებლობა, რომ მე სწავლა ეს პროფესია და საკმაოდ რთული გზა გავიარე, რომ მომეძიებინა ეს ინფორმაცია, მე სწავლა და გამომეყენებინა პრაქტიკაში. წლების შემდეგ მივხვდი, რომ გრაფიკული დიზაინერი უფრო ვიყავი, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წლიანი გამოცდილება მქონდა და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ძირითად ნაწილს შეადგენდა და კიდევ უფრო მეტად გაღრმავება დავიწყე და სხვადასხვა ციფრული პროფესიების ათვისება, მათ შორის ნანალა გავხდი ციფრული მარკეტერი, კოპირაიტერი და ასე შემდეგ და გადავედი სტრატეგიულ ნაწილში. ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ გამხდარიყავი ფრილანსერი, იმიტომ რომ მინდოდა, რომ მქონოდა მოქნილი გრაფიკი და მქონოდა მოგზაურობის საშუალება და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე როგორც ფრილანსერმა ისე მუშაობა და ფრილანსერობასთან ერთად მომეცა საშუალება, რომ ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ პროექტზე მე მუშავა და საბოლოო ჯამში ჩემი ძალისხმევის გარეშე მოვხდი მენეჯმენტში, იმიტომ რომ ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილების გამო რამდენჯერმე მთხოვეს, რომ კონსულტაცია გამეკეთებინა მარკეტინგის გუნდებში და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო რეალურად რისი კეთებაც მინდოდა და დავიწყე განვითარება როგორც სტრატეგმა და როგორც კონსულტანტმა მარკეტინგის და ბრენდის მიმართულებით და დღეს უკვე მეორე წელია, რაც ჩემი ბიზნესი მაქვს ორი მიმართულებით, ერთი ციფრული სააგენტო, სადაც დიზაინერულ და მარკეტინგულ მომსახურებას ვეწევით, მათ შორის მუშაობ სტრატეგიებზე, ქართულ და საერთაშორისო პროექტებზე და გარდა ამისა, სააგენტოს ბაზაზევე გვაქვს აკადემია, სადაც ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ვეხმარებით, რომ განივითარონ ციფრული უნარები და ისწავლონ თანამედროვე მოთხოვნადი პროფესიები. მარია, მოგვიყევი რა გაკავშირებს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი გამოცდილებაა ლელიანის ზრდასრულთა ცენტრთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. დაიწყო საკმაოდ დიდი ხნის წინ, დაახლოებით 8 წლის წინ ჩამოვედი პირველად. მშვიდობის კორპუსის მოხალისე იყო მაშინ ალექსი ლელიანში, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და მომიწვია ტრენინგის ჩასატარებლად და როდესაც პირველად ჩამოვედი და გავიცანია ცენტრის თანამშრომლები და სხვა ლელიანელები, მივხვდი, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ჩამოსვლა ყოველთვის გამიხარდებოდა და სადაც მინდოდა, რომ გამეზიარებინა ის ჩემი გამოცდილება და ცოდნა, რასაც ვიღებდი და ხელი შემეწყო ამ რეგიონისთვის, რომ ქონოდათ ის უნარები, რაც ძალიან საჭიროა დღეს კარიერული დაგეგმისთვის და წინსვლისთვის და მართლაც შევძლებთ, რომ ძალიან ბევრი საერთო პროექტი განგვეხორციელებინა, როგორც ქალებისთვის, ისე ეთნიკური უმცირესობისთვის, ქონდა პროექტები ბავშვებისთვისაც და პერიოდულად ჩამოდიოდი ხოლმე ლელიანში, იყო პროექტები, როდესაც ყოველ შაბათ-კვირას მოვდიოდი, ხან ერთიანად გვეგმავდით რამდენიმე დღეს და ინტენსიურად მუშაობდით ხოლმე ციფრული უნარების განვითარებაზე და საბოლოო ჯამში იმდენად ხშირი ვიზიტი მიწევს ლელიანში, რომ ყველას გონი ვარ, რომ აქედან ვარ და აღარც უარყოფ ხოლმე მეც ჩემ თავს როგორც ლელიანელს ისე მოვიხსენიებ ხოლმე.
მოგვიყევი პანდემიის პერიოდზე. რა გამოწვევები ჰქონდა ცენს და როგორ გაუმკლავდით? ხო, ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი იყო პანდემია, იმიტომ რომ რეალურად ნანასთან ერთად შევძელით, რომ ეს გამოწვევები გვექცია შესაძლებლობად, დაგვენერგა ახალი კურსები, ჯერ კიდევ უნივერსიტეტებშიც კი არ იყო სწავლა დაწყებული და არც სკოლებში, როდესაც ჩვენ შევძელით, რომ ონლაინ კურსები გაგვეშვა და დავხმარებოდით ლელიანელებს და არა მხოლოდ, რომ განევითარებინათ ეს უნარები და იმიტომ რომ რეალურად რაც მოხდა პანდემიაში, კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გცოდნოდა თუნდაც გემართა შენი სოციალური არხი, გქონოდა შენი ვებსაიტი, გქონოდა ისეთი ვიზუალი, რაც გამოგარჩევდა შენი კონკურენტებისგან და ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს უნარები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, დავნერგეთ უამრავი ახალი კურსი, შევემუშავეთ უამრავი უნიკალური სილაბუსი, რომელიც მორგებული იყო ზუსტად იმ საჭიროებებთან და იმ გამომწვევებთან, რაც იმ პერიოდში იყო და საინტერესოა, რომ მანამდე თუ მხოლოდ ლელიანის ან გარშემო სოფლების მოსახლეობა ესწრებოდა ჩვენს ტრენინგებს ფიზიკურ სივრცეში, ონლაინ ჩართვებმა საშუალება მოგვცა, რომ ჩართული იყვნენ მთლიანად საქართველოდან. გვესწრებოდნენ მათ შორის დედაქალაქიდან, თბილისიდან არაერთი მსმენელი ყავდა და გვესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ემიგრანტები, ვისაც უნდოდათ, რომ განევითარებინათ ეს უნარები და ქონდა კურსები როგორც გრაფიკული დიზაინის, ისე WordPress development-ის, რომ მარტივად თავისი ხელით შეძლებოდა თავისი ბიზნესისთვის შეექმნათ ვებსაიტები, ქონდა ასევე content management-ი, ვეხმარებოდით მსმენელებს, რომ ესწავლოთ როგორ გადაეღოთ ლამაზი ფოტოები, როგორ გაეკეთებინათ ვიდეო კონტენტი, როგორ დაეწერათ ტექსტები ეფექტურად და თუნდაც როგორ დაიმუშავებინათ და გაემზადებინათ ნებისმიერი ვიზუალური თუ ტექსტური მასალა და საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვისაც, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი ამ პერიოდში და თვითონ მსმენელების ჩართულობაც კიდევ უფრო ცოცხალს ხდიდა ამ პროცესს, იმიტომ რომ მათი განსხვავებული გამოცდილება ერთგვარი სიახლე იყო დანარჩენი მსმენელებისთვის. რომელი ციფრული პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი დღევანდელი დასაქმების ბაზარზე? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დღეს ყველა ციფრული პროფესია მოთხოვნადია შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ უკვე გვაქვს საშუალება, რომ ვიმუშაოთ ნებისმიერი წერტილიდან, ვიმუშაოთ სხვადასხვა ქვეყნებში და გარდა ამისა რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ რომელიმე ესეთი პროფესიით გინდა იმუშაო, არ გჭირდება რომ დატოვო შენი სახლი, წახვიდე დიდ ქალაქში მაგალითად სამუშაოდ, არამედ სახლიდან შეგიძლია პირველ რიგში ისწავლო და მეორე დასაქმდე და იმუშაო. მოთხოვნადია საკმაოდ მაგალითად იგივე გრაფიკული დიზაინი, რომელ კურსებს ვლაპარაკობდით და ალბათ ყველაზე მეტი მსმენელი ამ კურსზე ყავდა ხოლმე, მოთხოვნადია web development-ი, იმიტომ რომ დღეს უამრავი ბიზნესი მხოლოდ ციფრულად არსებობს და მათ სჭირდებათ საიტები, ზოგადად პროგრამირება ძალიან მოთხოვნადია სხვადასხვა ენებით ციფრული პროდუქტების შესაქმნელად თვითონ, ასევე content management-ი, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი აქვს კონტენტს იმაში, თუ როგორ გამოვსახავთ ჩვენს თავს, ჩვენს იდენტობას და ეს სჭირდებათ როგორც პირადი ბრენდის განვითარებისთვის, ასევე სჭირდებათ სხვადასხვა ორგანიზაციას მათი სერვისების საჩვენებლად და მათი ღირებულებების საჩვენებლად. თუნდაც ასევე copywriting-ს გამოვყოფდი, ანუ წერა და გადმოცემა, ან ტექსტური მასალით გადმოცემა ისევ კომპანიის შესახებ ინფორმაციის და საინტერესოა ის, რომ ეს პროფესიები მოთხოვნადია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და გარდა ამისა ძალიან შემოქმედებითი, საინტერესო და თანამედროვე პროფესიებია და მუდმივად გჭირდება ამ პროფესიებში საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. გვითხარი, როგორ ეხმარება ციფრული პროფესიები ქალებს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში? ძალიან საინტერესო თემა არის და საკმაოდ სენსიტიურიც ჩემთვის, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული ვუყურებდი ქალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება რომ ემუშავათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დოზით იყვნენ ჩართულები საოჯახო საქმიანობაში და რეგიონში კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა ეს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი საქმე აქვს, როგორც სახლში, ისე ეზოში, საკეთებლად, პლუს ბავშვებზე ზრუნვა და ძალიან რთულია, რომ სრული განაკვეთით ადგე და გახვიდე სხვაგან სამუშაოდ. თუმცა ციფრული პროფესიები ზუსტად გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ რაღაც კონკრეტული
დრო გამოყო განვითარებისთვის, დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდა შემდეგ ამ მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მოითხოვს დიდ დროს და ნებისყოფას და რაც თავარია თანმიმდევრულობას, რომ მიიყვნენ ამ დასახულ მიზანს. იმის ილუზია არ მინდა შევქმნა, რომ წავხვალ თუნდაც 2 თვე ისწავლი ახალ პროფესიას და ვსო უკვე საერთაშორისო ბაზარზე მაღალანაძღაურებადი კადრი იქნები. რეალურად ამის უკან ძალიან დიდი შრომა დგას და მთავარი არის აქ მიზანი და თანმიმდევრულობა, როგორც უკვე ვთქვი, რომ მიყვე ამ დასახულ მიზანს და იპოვო პირველ რიგში ის პროფესია, რომელიც შენთან უფრო ახლოს არის და რომელშიც შეძლებ რომ ჩაერთო უფრო მეტად ჩვენი სურვილით და შემდეგ უკვე იმუშაო განვითარებაზე, რომ დასაქმდე კიდეც და მგონია, რომ ძალიან კარგია ციფრული პროფესიები იმ კუთხითაც, რომ საშუალება გაქვს შვილებთან ერთად გაატარო დრო, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები მაგალითად, რომლებიც მანამდე სულგანაკვეთზე მუშაობდნენ, მასიურად გადავიდნენ დისტანციურ სამსახურებზე, არიან ფინანსურად დამოუკიდებლები და თან უვლიან შვილებს და უფრო მეტ დროს უთმობენ ბავშვებს. ამიტომ ციფრულ მიმართულებებს ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს, რომ ქალებს შეუძლიათ არ მოწყდნენ თავის საოჯახო საქმეებს და პარალელურად ჰქონდეთ შემოსავალი და იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები. რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული უნარების განვითარებას ქალებისთვის? მარკეტინგული უნარები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რაც უნდა განევითარო. მარკეტინგზე მე უკვე აღარ ვლაპარაკობ როგორც პროფესიაზე. რა თქმა უნდა, როგორც პროფესია ძალიან ფართოა და ბევრ ამას მოიცავს, მაგრამ დღესდღეობით უკვე ამ უნარების განვითარება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება, იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, ვერ შეძლებ რომ სათანადოდ გახვიდე იმ კონკურენციაში, რაც დღევანდელ ბაზარზე გვაქვს, თუ არ იმუშავებ შენივე ცნობადობაზე, თუ არ იმუშავებ შენივე პროდუქტის წარდგენაზე და თუ არ ეცდები რომ წარმოაჩინო ის, რასაც აკეთებ და დაანახე უფრო დიდ აუდიტორიას, ვიდრე ეს მარკეტინგული უნარების განვითარების გარეშე შეგიძლია. და ქალებისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოთ იმუშაონ აუდიტორიასთან, პირველ რიგში განსაზღვრონ, ვინ არის მათი აუდიტორია, იფიქრონ რა არის მათი სერვისი, ამ პროდუქტი რის გაყიდვად შეიძლება და შემდეგ უკვე დაიწყონ ამ პროდუქტის შეფუთვაზე მუშაობა, შექმნან ტექსტები თუნდაც, გააკეთონ ვიზუალური კონტენტი და შემდეგ უკვე წარუდგინონ მანამდე უკვე დამუშავებულ აუდიტორიას და იმუშაონ იმაზე, რომ იყვნენ უფრო ცნობადები. რას ურჩევდი იმ ქალებს, ვისაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება და აქვთ განვითარების სურვილი? ხო, თავარია მანდ განვითარების სურვილია, იმიტომ რომ როცა გინდა რომ განვითარდე, მანდ უკვე ვაწყდებით იმ გამოწვევებს, რომ რთულია მივხვდე ზუსტად რა გინდა აკეთო. ადრე თუ გიყვებოდით, რომ როცა კარიერას ვიწყებდი, ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო და მიჭირდა მომეძიებინა სიახლეები, ახლა პირიქით არის ძალიან ბევრი ინფორმაცია და ხშირად ქალები იბნევიან, მით უმეტეს ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა და მოწყდა სამუშაო სივრცეს, აქვთ ხოლმე შიშები, რომ როგორ შევძლებ, რომ ფეხი აუწყო, როგორ შევძლებ, რომ ვადაპტირდე იმ გარემოსთან და იმ კონკურენციაში გავიდე, რაც ისედაც საკმაოდ რთულია იმ ქალებისთვისაც, ვინც საკმაოდ გამოცდილები არიან. ამ დროს რამდენიმე ნაბიჯია, რაც უნდა გააკეთო. პირველ რიგში, კარგად უნდა დაფიქრდე, რისი კეთება გინდა, გაეცნო ამ პროფესიებს თუნდაც და არ მიიღო ზედაპირული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა, რაც უყურებ არის ის, რომ ხედავენ, რომ სხვას მაგალითად მაღალი ანაზღაურება აქვს კონკრეტული პროფესიით, თვითონაც იმ პროფესიაში მიდიან და არ ცდილობენ, რომ თავისი საჭიროებები გაიგონ, თავისი ინტერესები აღმოაჩინონ და იმის მიხედვით. ამიტომ პირველ ეტაპზე კარგად გაეცანით სხვადასხვა პროფესიას, ეცადეთ, რომ დააკავშიროთ თქვენ სურვილებთან, თქვენს გამოცდილებასთან, იპოვოთ თქვენი თავი თუ რა მიმართულება გინდათ, რომ განივითაროთ. შემდეგ დაიწყეთ უკვე სწავლა და იმუშავეთ ბევრი საკუთარ თავზე და როგორ უნდა წავიდეს ეს პროცესი. იცით, ხშირად კიდე ქართველებს არ ვიცი, მასიურად გვაქვს ეს, რომ ძალიან პერფექციონისტები ვართ და ყველაფერი გვინდა, რომ იდეალურად ვაკეთოთ და ზუსტად ეს არის ხოლმე მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი, რომ ვინც გადაწყვეტს, რომ რაღაც ახალი ისწავლოს, მიასკდებიან, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ მართლა ეს მიდის პროცესი, ძალიან ბევრ სწავლას იწყებენ, დიდ დროს გამოყოფენ და მე იმდენად
იმდენად იფიტებიან, რომ ვეღარ ახერხებენ, რომ ეს ჩვევაში გადაიტანონ. ამიტომ თავარია მიიღო გადაწყვეტილება, გამოყო კონკრეტული დრო, რა დროც შეგიძლია რომ გამოყო და პატარა ნაბიჯებით მიყვე თანმიმდევრულად, რაც ასევე წეღან ვახსენე, იმიტომ რომ ყველაზე თავარი ზუსტად ეგ არის, რომ იყო თანმიმდევრული და შეინარჩუნა ეს თანმიმდევრულობა და თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებითია, რომ დაუცილებლად მიხვალ იმ ეტაპამდე, როცა უკვე შეძლებ რომ გქონდეს შენი კარიერა. შეიძლება სულაც არ ისწავლო რაღაც ისეთი როგორც პროფესია, არამედ იფიქრო იმაზე, რომ გქონდეს შენი რაღაც მცირე ბიზნესი, თუნდაც იმ ქალებსაც ხელსაქმე კარგად ეხერხებათ, შეუძლიათ რომ რაღაც კონკრეტული ხელნაკეთების ნივთები შექმნან თუნდაც და იმით გაყიდვაზე იზრუნონ. აქაც კრიტიკული ასევე ის მარკეტინგული უნარები, რაც აქამდე ვახსენეთ. როგორც ვიცი, ხვალ გაქვს ტრენინგი ლილიანის დასრულთა განათლების ცენტრში. რა დახვდებათ შეხვედრაზე მოსულ მსმენელებს? ხვალ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ეს არის პერსონალური ბრენდინგი და მარკეტინგი მცირე ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევა არის დღესდღეობით ბაზარზე. ჩვენ რა მარკეტინგული უნარებიც ვახსენეთ, რეალურად ცალკე პროფესიებია. ანუ დიდ გუნდებში იცით როგორ ხდება, ცალკე ყავს კოპირაითერები, ადვერტაიზერები, ანუ ვინც რეკლამას აკეთებს, ციფრული მარკეტერები, კონტენტ კრეატორები, დიზაინერები, პროექტ მენეჯერები და ესენი ერთად მუშაობენ პროექტების შექმნაზე, მარკეტინგული პროცესების მართვაზე და ასე მიდის პროცესი, მაგრამ მცირე ბიზნესებში იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ავიყვანოთ 10 კაციანი გუნდი, ხო, როცა ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მინიმუმ ვიცოდეთ, როგორ უნდა მართოთ მარკეტინგული პროცესები. გარდა ამისა, შეგვეძლოს რომ ვიპოვოთ თუნდაც ის ადამიანი, ვინც დაგვეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში, ვისაც აქვს მარკეტინგული უნარები და სხვადასხვა უნარს ითავსებს და აკეთებს მცირე ბიზნესისთვის და ზუსტად ამას ემსახურება ხვალინდელი შეხვედრა. დავსხდებით და ერთად ვიფიქრებთ, როგორ შეიძლება განვავითაროთ სტრატეგია საკუთარი ბიზნესებისთვის და საინტერესო ის იქნება ზუსტად, რომ თვითონვე შექმნიან იმ კონტენტის გეგმას, რასაც გამოიყენებენ მერე და ეცოდინებათ პრაქტიკაში როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი და 10 დღის შემდეგ გვექნება უკვე ონლაინ ჩართვა, სადაც შევაფასებთ და შევაჯამებთ ტრენინგის შედეგებს, იმიტომ რომ 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ ამ მიღებული ინფორმაციის დამუშავებაზე და შექმნიან რეალურ კონტენტს და ზუსტად ამ კონტენტს განვიხილავთ ბოლოს უკვე და თითოეული მათგანი მიიღებს დეტალურ უკავშირს. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ბრენდის ამბავიც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მცირე ბიზნესზე, პირადი ბრენდის განვითარებაც ასევე ძალიან კრიტიკულია, იმიტომ რომ მცირე ბიზნესის გაყიდვები ხშირად მიბმულია კონკრეტულად იმ ადამიანის ცნობადობაზე, ვისც არის ეს ბიზნესი და როდესაც ამ ადამიანს შეუძლია, რომ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს თავისი ხმა, უფრო მეტ ადამიანთან იყოს დაკავშირებული მისი სახელი, მისივე პროდუქტთან, ეს რა თქმა უნდა ეხმარება საბოლოო ჯამში ბიზნეს გაყიდვების გაზრდაში და როცა ბიზნესი იწყებ, ერთ-ერთი მიზანი ზუსტად რომ გაყიდვები არის ხოლმე და ზუსტად ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ ხვალ როგორ შექმნა ბრენდი, როგორ დაისახო მარკეტინგული სტრატეგია და როგორ გადადგა თითოეული ნაბიჯი და როგორ აქციო მოქმედებებად ის მიზნები, რაც გაქვთ ბიზნესში. მადლობა მარიამ სტუმრობისთვის და ისტორიის გაზიარებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მსმენელებს შევახსენებ, რომ ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს რუბრიკაში ქალის ხმა. ნახვამდის. მადლობა ძალიან დიდი. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, წარმატებებს გისურვებთ.